გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? მოკლედ, მოგიყვებით იმაზე, თუ რას არ ვაკეთებ მე, იმისათვის რომ ვიყო კარგ მდგომარეობაში. ამ ვიდეოში მოისმენთ რამოდენიმე ისეთ რაღაცას, რასაც მე ძალიან დიდი სიამოვნებით არ ვაკეთებ. პირიქით ძალიან მომეწონებოდა რომ მე თვითონ შინაგანად მოდის შემგან ის იმპულსი რომ მე ამას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ასე მსიამოვნებს, მაგრამ არის რაღაცეებიც, რაც აკრძალვად ჩამეთვლება, ვუკრძალავ ჩემს თავს, იმიტომ რომ მინდა ამის კეთება, მაგრამ არ ვაკეთებ შეგნებულად, რადგან ვიცი რომ ეს ჩემთვის არის ცუდი. ზიარებთ თქვენ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს რაღაცა მუხტის, პოზიტივის ან მინიშნების მომტანი, რომ შეიძლება თქვენს გჭირდებათ მსგავსი ცვლილებების შემოტანა ცხოვრებაში და ეს ვიდეო იყოს თქვენთვის ზუსტად ის მუხტი, ის мотивация და მინიშნება, რომ დაიწყოთ ცვლილებები ახალი წლიდან მოკლედ. პირველი რასაც მე არ ვაკეთებ ზოგადად და ეს არ არის გაცნობიერებული, ანუ თავიდან მე ამ შეცდომას ხშირად ვუშვებდი, მაგრამ შემდეგ ძალიან ღრმა სიტუაციაში ჩახედვის შემდგომ გავაანალიზე, რომ ცვლილებების შემოტანა იყოს საჭირო, ეს არის წახემსება. რამ, რაც არის ღეჭვადი, თუნდაც სითხე, წყლის, ჩაის ან ყავის, უშაქრო ჩაის ან ყავის გარდა მე არაფერს არ ვღებულობ საჭმელს შორის. ანუ წახემსება ჩემთვის არის ასე ვთქვათ, თავიდან ეს იყო აკრძალვა, კი ბატონო, ვუგზალავდი ჩემს თავს, მინდოდა რომ წამეხემსებინა, მაგრამ არ ვჭამდი არაფერს შიგადაშიგ, მაგრამ შემდეგ ეს გადამექცა ჩვევა და ხალხმა ეხლა ვერ წარმოიდგენთ, რამდენად არის ჩემი ორგანიზმი მიჩვეული ამას და რამდენად არ მინდა მე თვითონ, აი ბიოლოგიურად არ მინდა რომ რამეს ჭამდე ერთი საჭმელი და მეორე საჭმელს შორის. რას ნიშნავს დიდი ხანია უკვე და ამან უდიდესი შედეგი მომიტანა მე ზოგადად მთლიანად ჩემს ბიოქიმიურ პროცესზე, ანუ ინსულინთან დაკავშირებით, ასევე ძალიან ბევრ ქიმიურ პროცესს წაეშველა ის ფაქტი, რომ მე არ ვხემსაობ, ასე დავარქმევდი და მეხმარება იმაში, რომ ორგანიზმი იყოს მიჩვეული რუტინას, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიყვარს ადამიანებს რუტინა ძალიან, მაგრამ ჩვენს ორგანიზმს ძალიან უყვარს, შესაბამისად მე ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ორგანოსთვის ქიმიურად არის აუცილებელი. მე ვუწყობ მას ხელს იმისთვის, რომ ის იყოს კარგად, რომ ამით მე მან მომიტანოს ბედნიერება და თავისუფლება. შესაბამისად, წახემსება იქნებოდა პირველი ერთი პუნქტი. მე არ ჩაუყმავდები ახლა წახემსების დეტალებს იმას, თუ რატომ არ ვხემსაობ საჭმელებს შორის. ეს ძალიან ცალკე ფართო და ძალიან ისეთი სათუთი თემაა, რომელზეც გადარვენა ორი სიტყვით არ მინდა, უბრალოდ აქვე გეტყვით, რომ არ ვხემსაობ, იმიტომ რომ ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის არის ცუდი, ძალიან ცუდი. შემდეგი რამ, რასაც მე არ ვაკეთებ, უბრალოდ ეს არ არის აკრძალვა, ეს არის ის, რასაც მე შინაგანად არ ვაკეთებ და არ მაგი მის მუხტი, რომ ვაკეთებდე, ეს გახლავთ მოწევა და ალკოჰოლი. ანუ მოწევა არის ისეთი რაღაცა, რაც ცხოვრებაში არასდროს გამისინჯავს, ანუ არასდროს არ მქონია სიგარეტთან კონტაქტი. სიგარეტი არის ჩემი აზრით ერთ-ერთი რამ, რასაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ბეჭდის სახით დაახად ვასვამთ ჩვენს ორგანიზმს და რეალურად ხელს ვუშლით საკუთარ თავს იმაში, რომ ვიყოთ ბედნიერები, ჯანმრთელები, ფარფატა, თავისუფალი ორგანიზმის მქონენი. ამიტომ სიგარეტი არის ჩემთვის ძალიან ისეთი დიდი შავი თემა, არ მომწონს, არ ვცემ არანაირად პატივს და პირიქით მგონია რომ ეს არის ის ძალიან დიდი მავნე ჩვევა და დამოკიდებულება, რასაც თითოეული ჩვენგანი უნდა ებრძოდეს. ეხლა თუ მიყურებ და ეწევი, მართლა მოგიწოდებ იმისკენ, რომ გადაიჩიო ამ ჩვევას, იმიტომ რომ ეს ანადგურებს მთელ შენს ორგანიზმს, თითოეულ უჯრედს, სისხლძარღვს, ნერვულ სისტემას, ყველაფერს შესაბამისად თუ მინიშნება გჭირდებოდა, აგერ ბატონო, ეს იყოს შენი მინიშნება, მაგრამ მე პირადად, მოკლედ მე ამ ვიდეოში საკუთარ თავს ვყვები, მე ჩემთვის სიგარეტი არის ერთი ძალიან დიდი შავი, ესეთი ცხიმიანი არა, რომელიც არა თუ აკრძალვა, არამედ შინაგანად მოდის, აი არ მინდება და მეორე იგივე ეხება ასევე ალკოჰოლს. ალკოჰოლიც არის ისეთი რაღაცა, რასაც მე არ ვეტანები. ძალიან მიყვარს პროსეკო, ძალიან მიყვარს შამპანიური, ძალიან მიყვარს წითელი კარგი ღვინო, მაგრამ ეს ის შემთხვევებია, როდესაც წელიწადში შეიძლება 3-ჯერ ერთი ჭიქით დავკმაყოფილ და ეს არის ალბათ ახალი წელი, როდესაც მე შამპანიურს დიდი სიამოვნებით ერთ ჭიქას მხოლოდ
მივირთმევ. საკუთარ დაბადების დღეზე ძალიან მიყვარს წითელი ღვინო, მაგრამ ერთი ჭიქა არის საკმარისი მხოლოდ და ალბათ რა ვიცი მე აღდგომა ან რომელიღაც ესეთი ძალიან დიდი დღესასწაული არის ასევე შობას ძალიან მიყვარს მულდვაინი, მაგრამ აი ალკოჰოლს სინჯავ მხოლოდ 10,000-ში ერთხელ ძალიან ისეთ სიტუაციებში. მაგრამ ერთჯერადი მიღება თავდება 1 ან 9 ჭიქით. ეს არის ჩემი მაქსიმალური წელიწადში, მოკლედ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მე ვღებულობ ალბათ 3 ან 4 ჭიქა ალკოჰოლს სრულად 12 თვის განმავლობაში. დანარჩენ სხვა შემთხვევებში ალკოჰოლი ჩემთვის არის ძალიან დიდი არა. ასევე აქვე შემოვიტანდი იმას თუ რას არ ვღებულობ, ეს არის უკვე აკრძალვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღებდი ხანდახან თუ დავნებდებოდი ჩემს ასე ვთქვათ სუსტნებას, მივიღებდი გაზიან სასმელებს და მოკლედ წვენები და მსგავსი სახის ტკბილი სასმელები, კოკა-კოლა, რომელიც არის ძალიან ასე ვთქვათ დამოკიდებულების გამომწვევი, ნარკოტიკული საშუალებაა ფაქტიურად, მაგრამ ნუ მე ამ სითხეებს საკუთარ თავს ფაქტიურად შემიძლია გითხრათ, რომ ვუკრძალავ და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს აკრძალვა, იმიტომ რომ მე პირადად არ მინდა რომ ჩემი ორგანიზმი მოუწამლო მსგავსი შხამიანი სითხეებით და მიმაჩნია რომ ჭიქა, წყალი, იქნება ეს მინერალური თუ ხილით გაჯერებული თუ ლიმნიანი თუ ვაშლისწმრიანი, ჩემთვის უფრო გემრიელია, როგორც სულიერად მისი მიღება, ასევე ფიზიკურად, ვიდრე აი ეს საზღარის სითხეების, რომელიც ძალიან ჩუმად და ძალიან აფერისტულად ვინადგურებს ორგანიზმს ფაქტიურად. ამიტომ ჩემთვის ეს მინერალური გაზიანი წყლები, ნებისმიერი სითხე, რომელშიც შედის შაქარი, მე ამას არ ვღებულობ და აქვე შედის ასევე ხილის წვენებიც. არანაირი ახლად გამოწურული თუ ძვლად გამოწურული თუ რაც არ უნდა იყოს, მე ხილის წვენს არ ვღებულობ, ეს ჩემთვის არის მარაზმი და კატასტროფა. ეს ანადგურებს პანკრეას, ეს ანადგურებს ღვიძლს, ეს ანადგურებს ყველაფერს, შესაბამისად ის მითი, რომ ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენი არის ჯანმრთელობის მომტანი, არის კატასტროფა, რომელიც აი სულს მიხუთავს ხანდახან, როცა მესმის სუნთქვა მიჭირს. ეს არის პირიქით ძალიან დიდი რაოდენობის შაქრის, ასე ვთქვათ, კატასტროფული დატვირთვა ორგანოზე და იტანჯება ამ დროს ჩვენი ღვიძლი, ჩვენი პანკრეასი, ინსულინი და ყველაფერი. ამიტომ მე არ ვღებულობ ამ სითხეებს, მეგობრებო, საერთოდ არ ვღებულობ. წვენი კი მიყვარს, მაგრამ მიყვარს ბოსტნეულის წვენი. ძალიან მიყვარს სელერის წვენი, ძალიან მიყვარს პომიდრის ახლად გამოწურული წვენი, ძალიან მიყვარს ბოსტნეულში რაც შედის, აი ბოსტნეულის წვენების მირთმევა ძალიან მიყვარს ამ სიამოვნებს. შესაბამისად, ანუ კიდევ ერთი დიდი აკრძალვა ჩემს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში გახლავთ ეს ახლად გამოწურული ხილის წვენები. რამდენჯერ ვჭამ მე დღეში? მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ. მე არ ვჭამ დღეში 3-ჯერ. ჩემი საკვების მიღების რაოდენობა გახლავთ მაქსიმუმ 2, თან გამითვალისწინოთ ის, რომ მე შიგადაში არ ვხემსაობ, ანუ არ ვჭამ არაფერს ამ 2 საჭმელს შორის. და ჩემთვის 2-ჯერადი კვება არის მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი და საკმარისი და არ მჭირდება ფაქტიურად მესამე საკვები. ძირითადად მე არ ვჭამ დილით. ვიცი, ახლა ძალიან ბევრი თქვენგანისთვის იქნება, რომ ვაიმე, როგორ არ უნდა ვჭამო დილით, ისე როგორ გავიდეს ახლიდან, ძალიან ბევრჯერ მომისმენია მსგავსი რაღაცეები პირად ცხოვრებაშიც, მაგრამ მე პირადად არ ვჭამ, იმიტომ რომ მე მირჩევნია, რომ დილით მივცე დრო ვაშლის ძმარს, აი ამ ჩაის, რომელსაც ახლა მივირთმევ, ვიტამინებს, მინერალებს და ასე შემდეგ, რასაც მე ვღებულობ. და მოკლედ მაქსიმუმ შეიძლება ბოსტნეულის სელერის წვენი დავლიო დილით უსმოზე. დანარჩენი მე საკვებით დილით არ მინდება, არ მჭირდება. ეს კიდევ მეხმარება იმ ინტერვალურ შიმშილში, რომელიც არის 16 საათიანი ჩემს შემთხვევაში, თუ არა 18-იანიც ყოველ დღე, რომელიც ეხმარება ჩემს ორგანიზმს, რომ იყოს ბედნიერი ფაქტიურად. მაგრამ ნუ მოკლედ ვჭამ მხოლოდ დღეში 2-ჯერ და ბოლო საკვების დრო ზოგადად ძირითადად არის 6 საათი, 6-ის მერე ვცდილობ რომ არ ვჭამო, მაგრამ
ცხოვრება მრავალფეროვანია, ხდება ხოლმე ისე რომ სამსახურიდან გამომდინარე, ძოვლებიდან გამომდინარე თუ რაღაცა კონკრეტული ივენთიდან გამომდინარე, მიწევს ხოლმე გვიან ჭამა, მაგრამ ვცდილობ რომ ეს არ გადასცდეს 8 საათს. 8 საათის მერე მე ვცდილობ მაქსიმალურად რომ არაფერი არ მივირთვა. მე არ ვიწყებ დღეს წყლის გარეშე. არ არსებობს. ანუ წყლის გარეშე დღე ჩემთვის არ იწყება, ეგრევე მე როგორც კი ვიღვიძებ ვცდილობ რომ კი არ ვცდილობ თავისით ორგანიზმი მისი შეიძლება მე მეძინოს და ისე ავდგე, მაგრამ ხელი თავისით წავა და წყალს თავისით აიღებს და დალევს. ერთი ჭიქა უზმოზე სუფთა ოთახის ტემპერატურის წყალი, არანაირი ცივი და ცხელი, ნუ თბილი კარგია, ხანდახან ვიღებ თბილ წყალსაც, დილით თბილი წყალი და არა ცხელი, ან ოთახის ტემპერატურის სეზონიდან გამომდინარე ვიღებ აუცილებლად დილით უზმოზე, ამით იწყება ჩემი დილა, ამით იწყება მთელი დღე, ამის გარეშე მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია აქ თავში, უბრალოდ არ იხარშება ის ფაქტი, რომ მე დღეს დავიწყო წყლის გარეშე. ან რამე ისეთი სითხით, ღმერთმა დამიფაროს ხილისწვენი, ან რამე ტკბილი სასმელი, მაგრამ ნუ ზოგადად ჩაითაც კი, თუნდაც მცენარეული იყოს ეს ჩაი, ამითაც კი არ ვიწყებ, მე ვიწყებ უბრალოდ სუფთა წყლით, იმისათვის რომ ჩავრეცხო ორგანიზმი, ეს იგივე ფაქტორია, როგორც უნიტაზის ჩარეცხვა, მეგობრებო, უნიტაზის გამოყენების მერე ხომ აუცილებლად ვრეცხავთ მას, ზუსტად იგივე მომენტია ორგანიზმის შემთხვევაშიც, მასას სჭირდება ჩარეცხვა და ეს ჩარეცხვა ხდება დილით უზმოზე 1 ან 2 ჭიქა წყლით. ესეთი მკაცრი აკრძალვა, მივიღო ანტიბიოტიკები და რაღაცა ტკივილგამაყუჩებელი წამლები, ანტივირუსული, ანტიგრიპული საშინელებები, ძალიან პატარა მინი რაღაცეების შემთხვევაში. თავი ამტკივდა, გავწივდი, ქალური ტკივილები, ვისაც გაქვთ, ხო, იმ მსგავს სიტუაციებში, რა ვიცი მე წავიქეცი და ხელი გავიჭერი და ეგრევე ანტიბიოტიკი დავლიე, კატამ გამჩხაპნა და ეგრევე ანტიბიოტიკი დავლიე და რაღაც ასეთი მარტივი ცხოვრებისეული მომენტები, როდესაც ორგანიზმი უბრალოდ საჭიროებს სიყვარულს და მოფერებას და ამ დროს ჩვენ მას ანტიბიოტიკებით და ტკივილგამაყუჩებლებით და ანტივირუსული რაღაცებით ჩხიპავთ. არ ვაკეთებ მე ამას, ვცდილობ მაქსიმალურად ავარიდო თავი ყველანაირ ტაბლეტს, გარდა ვიტამინების და მინერალებისა, მათაც ვარჩევ ძალიან სერიოზულად დოზებით, ფორმით და ასე შემდეგ გამომდინარე, არც მათ არ ვღებულობ ბრმა და პირველ შემთხვევაში. შესაბამისად ეს ტაბლეტები ჩემთვის არის ძალიან მძიმე, ძალიან სერიოზული თემა, რომელიც ხშირად კონფლიქტურ სიტუაციაში მაყენებს იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ მიმართულებით არიან აბსოლუტურად ჩაუხედავნი. თუ როგორ მუშაობს ადამიანის ბიოქიმია და ნუ მოკლედ ანადგურებენ საკუთარ ჯანმრთელობას საკუთარი ხელით. რა თქმა უნდა არის ესეთი მომენტები, როდესაც ანტიბიოტიკი საჭიროა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ საჭიროა და გარდაუვალია და ეს უკვე ძალიან მძიმე ასე ვთქვათ, მედიცინური პრობლემა მიმდინარეობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მაშინ რა თქმა უნდა იძულებული ვარ მივიღო რაღაცა კონკრეტული ტაბლეტი, მაგრამ პატარა მიზეზების გამო, მით უმეტეს ხახნო უხასიათობის გამო, ძალიან ბევრი ღებულობს აი ამ ანტიდეპრესანტებს. რას აკეთებთ რა? მოკლედ ანტიდეპრესანტი არასდროს მიმიღია ცხოვრებაში, ღმერთმა დამიფაროს, ფუიეშმაკს, არც არასდროს არ მივიღებ, თუ რამე პრობლემა შინაგანად მაწუხებს სულიერად ვეცდები რომ ამას გონებრივად მივუდგე და არა ტაბლეტებით. და ტაბლეტებით არ ვცდილობ რომ მე გავექცე ანტიდეპრესანტები ჩემთვის არის ის თემა, რომელზეც ცალკე პირდებით უკვე საუკუნე გადავიღებ ვიდეოს თქო, არავის არ მინდა გული გატკინოთ, არავის არ მინდა რომ სახასიათი წაგიხდინოთ, მაგრამ ჩემთვის ანტიდეპრესანტი არის წმინდა წყლის შხამი, მეგობრებო, შხამია და მეტი არაფერი. საკუთარ ორგანიზმს თქვენ ვინც ღებულობთ ამ წამლებს, დაყარეთ ეხლავე არა, იმიტომ რომ მისი ეგრევე დაყრა არ შეიძლება, ნელ-ნელა უნდა შეამცირო დოზა და გაექცე ასე, მაგრამ არა რა. ასევე იგივე ეხება სხვათა შორის ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებსაც, ვაი, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ გაუკეთებთ ამას საკუთარ ორგანიზმს. ეს შემორჩება, მაგრამ ნუ საკუთარ თავზე ვყვები ისევ მე არ ვღებულობ აი ამ მსგავსი სახის საშინელ შხამებს და ვცდილობ რომ ჩემი ორგანიზმი დავიცვა და დავიფარო მსგავსი გამანადგურებელი ფაქტორებისგან.
მოკლედ, კიდევ ერთი რამ, რასაც მე საკუთარ თავს ფაქტიურად ვუკრძალავ, არის ორგანიზმის მიერ მოწოდებული მესიჯების დაიგნორება. ამას მე მართლა ვუკრძალავ ჩემს თავს. როდესაც რაღაცა ისე ვერ არის, ჩვენი ორგანიზმი ინფორმაციას ეგრევე გვაწვდის. ეგრევე. გვეუბნება, გვესაუბრება, ძალიან ხმამაღლათან. როდესაც რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ნიშანი მოდის ეგრევე შინაგანად. ქიმიური პასუხი მოდის არა აბსტრაქტულ ენერგეტიკული, არამედ ქიმიური პასუხი მოდის ორგანიზმისგან, რომ რა ჯანდაბას აკეთებ, გაჩერდი. და როდესაც ეს გაჩერდი არ გვესმის, მე ხდება ზუსტად ამ ავადმყოფობების განვითარება. ნებისმიერი რამ, რაც მე ვიცი, დღევანდელი გადმოსახედით, დღევანდელი ასე ვთქვათ, დღევანდელი ცოდნით, დღევანდელი შეგნებით, რაც ვიცი, რომ რაც შეიძლება ახლა ეს ორგანიზმი მეუბნებოდეს, მე არ ვაიგნორებ. არ არსებობს. მე ვცდილობ, რომ ძალიან ყურადღებით მოусმინო ყველა იმ მინიშნებას, რაც მოდის ორგანიზმიდან, რა გავაკეთე ისეთი, რამაც მას ატკინა, რამაც მას ზიანი მოუტანა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩემი მხრიდან ყოველთვის არის ეს ყურადღება. დიალოგი საკუთარ ორგანიზმთან. მართლა პირდაპირ გაგებით დიალოგი, მე ვუსმენ და მე ვაკეთებ საპასუხო მხარდამჭერ რეაქციას. ამიტომ ასე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ მე ვუკრძალავ საკუთარ თავს, ამ მესიჯების დაიგნორებას და გატარებას, არ ვიცი თამაშს, რომ ვერ გავიგე და რაღაც ესეთი რაღაცები, რომ გავატარო ის დისკომფორტული საპასუხო რეაქცია, რასაც მე ჩემი ორგანიზმი გამოსწორების სახით მთხოვს. მე არ გავურბივარ ფაქტიურად ამ დისკომფორტს. კიდევ ერთი ძალიან დიდი რამ, რასაც ვუკრძალავ ჩემს თავს, ეს არის მედია, ტელემედია ფაქტიურად, ახალი ამბები და საშინელებათა ფილმები. მე ვუკრძალავ ჩემს თავს, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან ესეთი სათუთი ამ მიმართულებით, ეს ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად ჩემზე ახდენს გავლენას და ეს საშინელი რაღაცები, რითაც ადამიანებს, ეს საშინელებები მართლა ხდება სამყაროში, მაგრამ ხანდახან ტელემედია ცდილობს, რომ გაამძაფროს, მოუტანოს ადამიანს ეს დაძაბულობა, ეს რაღაც ისეთი, რომ ხალხი იყოს მუდამ სტრესულ ფონზე. ამიტომ მე ვცდილობ, რომ ეს ახალი ამბები ავირიდო თავიდან, თუ რამე გლობალური საშინელება მოხდა, რა თქმა უნდა, ჩავიხედები ამ თემაში, მაგრამ ზოგადი ფონით მე ვცდილობ, რომ თავიდან ავირიდო ესეთი რაღაცები. ასევე არ ვუყურებ საშინელებათა ფილმებს, ძალიან მიყვარს დეტექტივები. ძალიან მიყვარს კრიმინალური დეტექტივები, გამოძიება და ესეთი ძალიან ინტელექტუალური თამაშები ფილმებში, მაგრამ ჰორორ რაც არის, სადაც შეიძლება ბავშვები მიყურებენ კაცო, ახლა მიმიხვდებით იმედი მაქვს, ძალიან ძიმე საშინელებათა ფილმები რო არის, ძალიან ისეთი გრაფიკული სცენებით. ჩემთვის ეს უფრო ახალგაზრდობაში ვუყურებდი, სტუდენტობის პერიოდში მიყვარდა კიდე ამ რაღაცების ყურება, მაგრამ მე გავაცნობიერე, რომ ეს იმდენად აზიანებდა ჩემს ფსიქიკას და იმდენად აზიანებდა ასევე ჩემს შინაგან fate moments, რომ რაში მჭირდება კაცო, არანაირად არ ვუყურებ, დეტექტივებს ვუყურებ, ძალიან მიყვარს, მაგრამ საშინელებათა ფილმებს მე საკუთარ თავს ფაქტიურად ვუკრძალავ. ეს არის მუდმივად მაქსიმალურად ასე ასხმა საკუთარი ორგანიზმის შავ ფერებში. შავი ფერი არ არის ის ფერი, რომელიც მე მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ მიმაჩნია, რაც უფრო ვიზრდები და ღვინდები, მით უფრო ვაცნობიერებ იმას, რომ შავი ფერი საჭირო ფერია, მაგრამ ძალიან ცოტა დოზით ხალხო. მე არ შემიძლია, ეს არ არის აკრძალვა, ეს შინაგანად მოდის ჩემგან უარყოფა ამ რაღაცის, ამიტომ აკრძალვაში არ შევიტანდი, მაგრამ ზოგადად შავი ფერი ჩემთვის არის ისეთი რამ, რასაც მე ძალიან მინიმალური დოზით ვიყენებ. შავი შეიძლება იყოს ერთი რაღაცა ჩემს გარდერობში, დეტალი, რომელიც ასე ვთქვათ, საჭიროა აბალანსებს რაღაცას, ან არის კლასიკური გააჩნია სიტუაციას, მაგრამ ის რომ მე ყველაფერი შავი მეცვას,
არ არსებობს, აი ფაქტიურად. შეიძლება სული შემეხუთოს, წავიქცე იმ ფაქტმა დამარტყას. იმდანაც მოქმედებს ჩემზე ფერები, მოქმედებს ჩემს სულიერ მდგომარეობაზე, ჩემს ხასიათზე, ჩემს გუნება განწყობილებაზე, რაც მე ფაქტიურად გავლენას ახდენს ჩემს ქიმიურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობის მხრივ ფიზიკურად, ხო? ამიტომ შავს ვატარებ, კი ბატონო, მაგრამ ხანდახან საერთოდ არ მაცვია არაფერი შავი, აი საერთოდ ხანდახან. მაგრამ ხანდახან თუ მაცვია, ეს არის ერთი რამ მთელი, ასე ვთქვათ, იმიჯის იმ დღის. კიდევ ერთი რამ, რასაც უკვე ფაქტურად ვიტყოდი, რომ ვუკრძალავ ჩემს თავს, ეს არის ლაქშერი ბრენდების სახის ზოგადად კანის მოვლის საშუალებები. ლაქშერი ბრენდებში გულისხმობა ახლა დიორი, შანელი და მაგათი ბიძაშვილ, დეიდაშვილ, მამიდაშვილები. არ ვიყენებ, აი სასტიკად არ ვიყენებ, ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ისეთი წითელი, აი რომც მაჩუქონ, გავაჩუქებ ეგრევე. არ არსებობს. გამომიცდია, ანუ აქ ამ გადაწყვეტილებამდე უცებ არ მოსულ ვარ, გამომიცდია ამ ბრენდების კანის მოვლის საშუალებები ძალიან ბევრი მათგანის. გამომიცდია დიორი, გამომიცდია შანელი, სელი და ყველა თითქმის ყველა კლინიკი, კლარანსი და ვინგინდა. მაგრამ მეგობრებო, ეს არის ის კატეგორია კანის მოვლის, რომელსაც მე აღარ ვაკარებ ჩემს სახეს, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ინდივიდუალურად ჩემი კანისთვის მსგავსი ბრენდების მიერ ნაწარმოების სახის მოვლის საშუალებები არის ზიანის მომტანი არათუ რაღაცა დადებითი შედეგის. პირიქით, მათგან პორები მეხურება, მაყრის, ალერგია მაქვს ხშირ შემთხვევაში ყველა მათგანისგან მქონია ეს რეაქციები. გრძნობ, რომ ძალიან ბევრი მათი პროდუქცია არ შედის მართლა კანის ფენებამდე და უბრალოდ ზედაპირზე რჩება. არაფერს არ აკეთებს რა, ანუ არა მუშა პროდუქტები აქვს ფაქტიურად. ჩემი ინდივიდუალური კანისთვის. ამიტომ კანის მოვლის საშუალებები ჩემს, ასე ვთქვათ, კარადაში თქვენ ვერ იპოვით ამ ბრენდებს ვერანაირად ვერც ერთს. ეს არის ძალიან დიდი აკრძალვა, რასაც მე ჩემს თავს უწესებ, იმიტომ რომ ხანდახან მაქვს ხოლმე ეს იმპულსი, რომ ეს დიდი სახელები, ვაიმე, გავსინჯო, ვიყიდო და რაღაცა, მაგრამ მე ვაცნობიერებ, რომ არა, კაცო, პირიქით, ანუ ხომ არ დავაზიანებ კანს, თანასაკი მემატება, ხო, არ ვახალგაზრდავდები, არამედ ვბერდები, რაც დრო გადის, მით უფრო გვემატება ასაკი, შესაბამისად, ასაკთან ერთად იცვლება ორგანიზმში მიმდინარე პროცესები და ანუ მსგავსი სახის ზიანის მომტანი საშუალებები რა ჭირად მინდა, ხო? მით უმეტეს ასეთ ფასებად, ისეთი ძვირია მაგათი პროდუქციები, რომ my goodness. No. რასაც ვუკრძალავ ჩემს თავს, გახლავთ სახლიდან გასვლა მზის დამცავი კრემის გარეშე. ნეტა მსგავსი სახის აკრძალვა მე საკუთარი თავისთვის დამეწესებინა ძალიან ადრეული პერიოდი. ნეტა, აი ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენანება ის ადრეული წლები, როდესაც მე სახლიდან გავდიოდი ყველანაირი მზის დამცავი კრემის გარეშე. დღეს უკვე არ არსებობს, აი არ არსებობს თუნდაც აი დღეს როგორი ამინდია სადაც გათოვდება ხო იმედი მაქვს გათოვდება არც ასეთ ამინდში არ გავდივარ ახლა აი ამ მაკიაჟის ქვეშ მე მისვია ძალიან ისეთი 50+4 pH 4+ pH ისეთი ძლიერი მზის დამცავი კრემი არ არსებობს აი არ არსებობს რომ მე გავიდე დღეს უკვე აი ამის გარეშე იმიტომ რომ სერუმები და რაღაცები ერთხარეს, ეს აქტივები ერთხარეს, როგორც არის რეტინოლი C და ასე ვიტამინი C და ასე შემდეგ და მჟავეები. მაგრამ მეორე მხარეს არის მზის დამცავი კრემი მის გარეშე, ეს ყველაფერი არის წყალში ჩაყრილი ფაქტიურად. კიდევ ერთი რამ, რასაც ამ მიმართულებით მე ვგრძალავ ჩემს თავს, ეს არის დაწოლა და დაძინება მაკიაჟით. აი, ვცდილობ ახლა გავიხსენო თუ გამიკეთებიან ედაოდესმე. არ მახსენდება. აი მართლა გულზე ხელის დადებით გეუბნებით რომ არ მახსენდება მე დამეძინოს მაკიაჟით. არ ყოფილა მსგავსი რამ. ეს არ არის აკრძალვა, ფაქტიურად ეს არის ის, რასაც მე შინაგანად საკუთარი ნებით არ ვაკეთებ და არა ძალადობით. მე არ შემიძლია დავიძინო ხამე არათუ მაკიაჟით, არამედ საერთოდ დაუბანელი სახით. აი ფაქტიურად არ დამეძინება. იმდანად მომეშლება ნერვები.
იმდენად ვიწრიალებ და იმდენად შეიძლება სული შემეხუთოს, რომ აი შეიძლება გავგიჟდე ლოგინში. ამიტომ არ არსებობს რომ მე დაბანის გარეშე ჩავწვე ლოგინში, რა თქმა უნდა, სრული შხაპი, მაგრამ სახე მინიმუმ ეს არის ისეთი თემა, ну სახესთან ერთად ფლიანად შხაპს ვიღებ, რა თქმა უნდა, ყოველდღე მეღმერთმა დამიფაროს მასე დაცნებ, მაგრამ ну იმას ვამბობ, რომ არ არსებობს ახლა დაუბანელი და წარმოვიდგინეთ ახლა მაკიაჟით. ანუ მაკიაჟით დაძინება ჩემთვის არის ძალიან დიდი ზიანი ორგანიზმისთვის, რასაც მე ვცდილობ რომ კი არ ვცდილობ არასდროს ვაკეთებ. და ბოლოს კიდევ ერთი რამ, რასაც ამ ვიდეოში გაგიზიარებთ, ის თუ რას არ ვაკეთებ, არის გამზადებული საჭმელის ყიდვა. არ შევდივარ ზოგადად, ну რა თქმა უნდა, თუ მოგზაურობას ეხება საქმე და გადარბენაზე ვარ და ვეღარ ვასწრებ რაღაცა ესეთ ან რესტორანში შესვლას და ჭამას და ან კიდე რა ვიცი მე ტური მაქვს სიტყვაზე და ვერ ვასწრებ ჭამას და ფაქტურად შევდივარ და რაღაცა მას ვყიდულობ ფუნთუშას ან რა ვიცი კიდე რას სალატს მაგალითად ხო გამზადებულს, მაგრამ ძალიან იშვიათად, აი ძალიან იშვიათად მსგავსი სიტუაციები, ну განსაკუთრებით ყოველდღიურობაში, ხა მალტაში სადაც ცხოვრობ ხო, ანუ იქ გამზადებულ საჭმელს მე არ ვყიდულობ, ну გარდა იმ შემთხვევისა, რომ შევიდე რესტორანში და იქ შევუყვეთო საკვები თავისთავად. ანუ მე ვგულისხმობ სუპერმარკეტებში გამზადებული რო იყიდება ეს მაცივრებში ჩალაგებული საჭმლები, სალათები და კიდე ღმერთმა იცის რა, თოთხნოლები, მაგათ მე არც არ ვენდობი და არ ჭამ. მირჩევნია ჩემით ვიყიდო კონკრეტული რაღაცა და მე დავამზადო სახლში, გადავდო ამისთვის დრო და ენერგია, მაგრამ ჩემს ორგანიზმს მივაწოდო ჯანსაღი საკვები, ჯანსაღი ასე ვთქვათ, ელექტროენერგია, ფაქტიურად და საწვავი და არა რაღაცა ეს რა ქვია, შხამი და ღმერთმა იცის რა არის იქ. მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში ყველაფერში ურევენ ისეთ სოუსებს და შაქრებს და რაღაცეებს, რომ იყოს საჭმელი გემრიელი ან რაღაცა ძველია, მაგრამ ახლად გამოიყურებოდეს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ბნელი და ტრაგიკულია საჭმლის ინდუსტრია დღეს. ამიტომ მე არ ვყიდულობ მსგავს რაღაცეებს ფაქტიურად, ეს არის ეს მართლა აკრძალვა, იმიტომ რომ ხანდახან მაქვს ისეთი მომენტი, როცა მართლა დაღლილი ვარ, არ მაქვს დრო ფაქტიურად მსგავსი საჭმელი გავაკეთო მე თვითონ და ანუ ან არ მინდება ხოლმე ეს ქურასთან დგომა, ან დრო არ მაქვს და არის ისეთი მომენტები, რომ აი მაქვს ის მომენტი, რომ აი საკუთარ თავს ვღალატო და უთხრა რომ ლატა მიდიახა და გამზადებული ან შეუკვეთე, ან იყიდე და ამ შემდეგ, მაგრამ ნუ ყოველთვის ვცდილობ რომ წავიჭერო ჩემი თავი და ჩავსვა დისციპლინაში და უთხრა რომ არა დარლინგ, ადგები ახლა და შენ თვითონ მოიმზადებ რაღაცას. ეს არის მკაცრი დისციპლინა, მკაცრი რამ, რასაც მე მკაცრად ვუკრძალავ ჩემს თავს, არ მერიდება, არ მენანება და არ მწვენია ამის საკუთარ თავთან პირიქით. ჩემი ორგანიზმი მე ისეთ ცუდ დიალოგზე გამიყვანს, რომ მაგ დიალოგთან თვალის გასწორებას მირჩევნია ქურასთან დავდგე და ასე ვთქვათ, საჭმელი ვაკეთო. მოკლედ, ზოგადად ეს იყო ის რამოდენიმე, არა ყველა, მაგრამ რამოდენიმე აკრძალვა, რასაც მე ვუკრძალავ საკუთარ თავს, ნებით უნებლიეთ, იმისათვის, რომ მე თავს ვგრძნობდე კარგად. გამიზიარეთ თქვენ თუ გაქვთ მსგავსი რაღაცები, თქვენ თუ უგრძალავთ საკუთარ თავს რამეს, არ გემშვიდობებ. ბედნიერი დღე, ბედნიერი კვირა და ბედნიერი ამ წლის დასასრული და ახლის დასაწყისი დროებით.